მოხმარება არჩევანია, წამალდამოკიდებულება დაავადება. ხო, თქვენს ახალ კვლევაში საუბარი იყო დეკრიმინალიზაციის შემდგომ იმაზე, ხო, მარიხუანას მოხმარების ტენდენციებზე და აღმოჩნდა, რომ არ შეცვლილა მდგომარეობა. ეს არის აი წეგან რაზედაც საუბრობდი, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული პირველი და მეორე ტალღის შეფასება გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაში 18-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შევაფასეთ 2015 წელს რა იყო კანაფის მოხმარება და 2022-ში და შუაში 2013 შედეგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიურია თუ არის ნეიტრალური. იცით რა არის? ცოტათი სულ 1%-იანი სხვაობა აჩვენა, რომ თითქოს გაიზარდა 2022-ში, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ უფრო ტენდენციურად ადამიანები უფრო ღია იყვნენ და ესახელებინათ, რომ კი წინა თვეში კანაფი მოუხმარიათ. კი წინა წელიწადში 12 თვის განმავლობაში კანაფი მოუხმარიათ. ვიდრე, ანუ 2022-ში, ვიდრე 2015-ში. ამიტომ ეს მცირედი მატება შეიძლება სწორედ აი ამ თვით გამჟღავნებასთან იყოს დაკავშირებული და იმდენად მცირეა, რომ ფაქტიურად ეს არც აღიქმება მატებად და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მონაცემებით ვერ ვიტყვით, რომ გაიზარდა კანაფის მოხმარება. ანუ ეს ძალიან კაი მაჩვენებელია, იმიტომ რომ მეც ჩვენი საუბრის თემა დღეს არ იყო ნარკოპოლიტიკა, თუმცა ამ თემაზე მე და სანდრო ვფიქრობთ, რომ მთელი პოლიტიკის შეფასებებს მიუძღვნათ ერთი ეპიზოდი. ჩემი პოზიციაც ეგეთია, რაც ლიბერალურია ზოგადად პოლიტიკა ნარკოტიკების მიმართ, უფრო მეტად რეგულირებადი შეიძლება იყოს და ნაკლები ზიანი მივიღოთ და მე ასე ვკითხულობ მათ შორის ამ მონაცემებსაც, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან არის ესე ერთ-ერთ მითად ახალი მითად ჩამოყალიბდა ისო დეკრიმინალიზაციის შემდეგ ყველა ეწევა გარშემო. უბრალოდ უფრო ხილული გახდა, აღარ მალავს წეგან რაც სანდრო მოხდა. რეალურად მეცნიერება სხვა პასუხი ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა და არა დანაშაული. ამიტომ როცა ამ პრიზმიდან უყურებ, მე გაცილებით უფრო იცვლება. მოხმარება არჩევანია, წამალდამოკიდებულება დაავადება. ხო, და მიდგომები სხვადასხვა გვჭირდება.